მოგესალმებით, ბრუნდებით ამოცანების გარჩევით. ახლა არის 119 ამოცანის ჯერი. 119. ტრაპეციის ადე ფუძე 6 სტოლია. აი, მოდი ვნახოთ. აქ არ არის დაკონკრეტებული როგორი ტრაპეცია, ამიტომ სტანდარტულად დავხატო ტრაპეცია. და წეროთ წეროები AD-ფუძე 6 არის, BC არის 1, დიაგონალები არის გავავლოთ AC დიაგონალი, BD დიაგონალი, ნუ AC არის 3, BD არის 5, ნუ დავაწეროთ აგერ და ვპოვლოთ AB კუთხეს. მოდი ალფა დავაწეროთ აგერ და ალფა კუთხე უნდა ვიპოვოთ. ხო? კი ბატონო. ნუ, პირველ რიგში ახლა აქ საერთოდ კუთხეს როგორც კი გვეკითხებიან და რაღაც გვერდები ვიცით აღნიშნულ ფიგურაში, პირველ რიგში თავში მომდის აი კოსინუსების თეორემა რა. აი ახლა ამ სამ კუთხეში რომ ვიცოდეთ ჩვენ ყველა გვერდი, კოსინუსების თეორემას გამოვიყენებთ. მაგრამ ნუ კიდევ BO გვერდს ვიპოვით, თქვათ, ეს გვერდი შემიძლია ვიპოვო, AO გვერდიც შეგვიძლია ვიპოვოთ. იმიტომ რომ დიაგონალი თუ ვიცით და ფუძეები ვიცით, ჩვენ ვიცით რომ დიაგონალი გადაკვეთის წერტილით იყოფიან ფუძეების პროპორციულ ნაწილებად, ხო? ანუ ერთი ნაწილი იქნებოდა ზემოთ, 6 ნაწილი ქვემოთ, ანუ დათვლადია. მაგრამ ფერს ვერ ვთვლით აქ საწყის ეტაპზე ვერანაირად. თუმცა თუ დავაკვირდებით ახლა ერთ დეტალს, კაი, აქ კოსინუსების თეორემა ვერ მივუყენე, სადაც უშუალოდ მეკითხებია, მაგრამ ნახეთ ახლა რა აზრი გამიქრთა. ეს ხო არის 180 გრადუს მინუს ალფა, აი ეს კუთხე. აი ამ სამ კუთხეში მართლა შეგვიძლია ახლა ყველაფერი გამოვსახოთ. აი როგორ? ნახეთ, AO ისე შეეფარდება 20-ს, აი AO 20-ს, როგორც 6 ერთს. ანუ იდეაში მთლიანად AC გვერდი, ესე იგი 6x პლუს x იქნება 3 სტოლი, ანუ AC გვერდის სტოლი, შესაბამისად 7x-ია, x-ი გამოდის 3 მეშვიდედი სტოლი და AO იქნება f ჯერ 3 მეშვიდედი და 20 იქნება 1 ჯერ 3 მეშვიდედი, ანუ 3 მეშვიდედი. ანალოგიურად OD ისე შეეფარდება BO-ს როგორც 6 ერთს, ხო? OD ქვედა ნაწილის ზედა ნაწილს როგორც 6 ერთს. უნდა გვახსოვდეს ახლა ტრაპეციის ერთ-ერთი უშუალესი თვისება ნებისმიერი ტრაპეციის ეს გავსებიდან გამომდინარეობს, რომ დიაგონალები ფუძეების პროპორციულად იყოფიან. აქაც ანუ შემოვიტანდი თქვა y-ს ახლა, x-y-ს დამატებული y იქნებოდა 5, y არის 5 მეშვიდედი და შესაბამისად OD იქნებოდა f ჯერ 5 მეშვიდედი, ხოლო BO იქნება თავად 1 ჯერ 5 მეშვიდედი, ანუ 5 მეშვიდედი. ახლა ისა პრინციპში რა შეგვიძლია გავაკეთოთ, იცით? აი, BOC სამკუთხედი რო განვიხილოთ, აი რო გადმოვიტანოთ ასე. იმიტომ რომ აი ქვედა სამკუთხედი ახლა დიდი გვერდებია. კი, AO-ს დავთვალე, OD-ს დავთვალე, მაგრამ მოდი ზედა სამკუთხედიდან ვისაუბრებ, ესე სხვა 180 მინუს ალფა აქ ეს კუთხე. და თან BO ვიცით, ეგ 5 მეშვიდედია, 20-ც ვიცით, 3 მეშვიდედია და BC გვერდი ვიცით, თავისუფლად შეგვიძლია კოსინუსების თეორემის პირველი შედეგი დავწეროთ, ანუ კოსინუს 180 მინუს ალფა უდრის მიმდებარე გვერდების კვადრატების ჯამს 5 მეშვიდედის კვადრატს დამატებული 3 მეშვიდედის კვადრატი გამოკლებული 1-ის კვადრატი შეფარდებული 2 ჯერ 5 მეშვიდეჯერ 3 მეშვიდედი, ну ასეთი ამბავია.
კოსინუს 180 მინუს ალფა მინუს კოსინუს ალფა და შესაბამისად ეს არის 25 59 დამატებული აქ 9 59 გამოკლებული 1 ნუ ქვემოთ გვაქვს 30 59 ნუ პრინციპში ზემოთ არის 33 54 59 ერთი რო გამოაკლდება ეს იქნება მინუს 15 59 ხო მინუს კოსინუს ალფა უდრის მინუს 15 59 შეფარდებული 30 59-თან მინუსები იკვეცება 59-59-სთან 15-30-ი, ნუ აქედან გამოდის, რომ კოსინუს ალფა უდრის დადებით 1/2-ს და კოსინუსი ახლა სად არის 1/2-ის ტოლი, ნუ 0-დან 180-მდე გრადუსებში ერთადერთი 60 გრადუსია, რომელზეც კოსინუსი 1/2-ის ტოლია. ნუ შესაბამისად ალფა გამოვიდა 60 გრადუსის ტოლი. ესეც გამოვიყენეთ კოსინუსების თეორემა, გამოვიყენეთ ტრაპეციაში დიაგონალების თვისება და საკმაოდ კარგი ამოცანაც ამოიხსნა. ახლა ვნახოთ 180 ნომერი. სამკუთხედში, რომლის გვერდია A, ხოლო ამ გვერდის მოპირდაპირე კუთხეა ალფა ჩახაზულია წ-ი. კაი, მოდი დავხატოთ ახლა ჩვენ სამკუთხედი. მასში ჩავხაზოთ შემდეგ წ-ი. მოდი სების დაწერა რა ვიცით რომ ეს არის A გვერდი და მოპირდაპირე კუთხე არის მისი ალფა ხო და ჩავხაზოთ ახლა წრეწირი წრეწირით ჩაიხაზა ну პირობითად ცენტრი არის აი აქ ხო მის ცენტრზე, ну ამ ჩახაზული წრეწირის ცენტრზე და მოცემული გვერდის ბოლოებზე. აი ამ გვერდი ხო იყო მოცემული და ანუ ამ ბოლოებზე, ხო? ამ ცენტრზე და აი ამ ბოლოებზე გავლებულია მეორე წრეწირი. მოდი ახლა ცოტა ისე იქნება, არ იქნება მარტივი და ისე ვქნათ, რომ გავავლოთ ახლა ჩვენ ეს. ცოტა კიდე და გავაკვიო. ეს ასე არის, ხო? სამ წერტილზე, აი, ცენტრზე აქ, აქ, დავაწეროთ კაი, B, C. ხო? და ეს არის ოპა გვეკითხებიან ახლა ჩვენ რას, აი თუ ვიცით რომ A არის 10 ტოლი და კოსინუს ალფა ნახევარი არის 5/7 ტოლი. გვჭირდება რა? აი ამ წრეწირის რადიუსი, აი ამის რადიუსი გვჭირდება. ну ახლა აქ რამდენიმე მომენტი იყო ისეთი ინსპირაციული რა. აი პირველ რიგში ალფა ნახევარი რომ ამოცებული უცებ გამახსენდა ალფა ნახევარი რომელ ფორმულაში მოსილებს და როცა თქვენ კუთხის ნახევარს გაძლევენ თან ამ 2-3 ამოცანის წინ დაგჭირდა ну გაიხსენეთ სამკუთხედში ბისექტრისებს შორის კუთხე რომ ტოლია მესამე წეროსთან თუ მესამე წერო ალფა აი ეს კუთხე ტოლია ალფა ნახევარს პლუს 90 გრადუსი აი
იქ ალფა ნახევარი ხომ ტრიალებს. ახლა მეორე მომენტი რა არის? აი თქვენ გთხოვენ რაღაც წრეწირის რადიუსს და თან ფაქტობრივად ახლა რაც შემოხაზული არ არის, მაგრამ დააგვირდით ახლა ჩვენ რომ გაგვევლო აქ ბისექტრისები და რატო ბისექტრისები? იმიტომ რომ ის წერო ჩახაზული წრეწირის ცენტრია და აი რა არის მისი ყველაზე მთავარი ასე ვთქვათ აღნიშნული მასე მიმთითებელი ბისექტრისები, ხო? ის ბისექტრისების გადაკვეთის წერტილია და თან ნახეთ რა უმეტი მიიღება, აი გამოვდის რაღაც სამკუთხედი, რომელიც აღმოჩნდა ჩახაზული საძიებელი რადიუსის მქონე წრეწირში და ეგ მაგალითებია, ხო? ახლა მე თუ ამ კუთხეს დავადგენდი, დავაფიქსირებდი, მაშინ სინუსების თეორემის გამოყენება შემიძლია უკვე დიდ წრეწირში. და მაინც რა მიბიძგა მსგავსი ქმედებისკენ, ო მაინც სინუსების თეორემის გამოყენების სურვილმა, ხო გითხარით მე აი, როდესაც რადიუსს გთხოვენ წრეწირისას, ხო აი რაღაცნაირად პირველ რიგში სინუსების თეორემა გახსენდება ხოლმე მithumetes, როცა ფიგურასთან ახლა არ იყო მართალი სამკუთხედი ჩახაზული, მაგრამ ნახეთ მივიღეთ აგერ ჩახაზული სამკუთხედი. თან ეს კუთხე AOC გამოდის ზუსტად ალფა ნახევარს პლუს 90 გრადუსი, ხო? მესამე წვეროსთან მდებარე კუთხის ნახევარს პლუს 90 და აი ამ სამკუთხედისთვის ახლა თქვენ რომ დაგეწერათ სინუსების თეორემა, ის ასე გამოისახებოდა სინუს ალფა ა შეფარდებული სინუს ალფა ნახევარს პლუს 90 გრადუსი, ეს არის 2 ტოლი. ვიცით, ეს არის 10. სინუს ალფა ნახევარს პლუს 90 ეს დაყვანის ფორმულა და 90 პლუს ესე იგი იცვლება ფუნქცია. მეორე მეოთხედია და სინუსი მეორე მეოთხედში დადებითი, ამიტომ ნიშანი დადებითი დარჩებოდა და აქ იქნებოდა ალფა მეორედი. კოსინუს ალფა მეორედი, კოსინუს ალფა მეორედი აგერ ვიცით 5/7 დისტოლი, ანუ ფაქტობრივად 10 შეფარდებული 5/7-თან და აქ არის 2 აქ იკვეცება, აქ 5 რჩება, აქ 1, აქ 5 და 1 იკვეცება, 7 ამოტრიალდებავა და ერი გამოდის 7-ის ტოლი. ასეთი ამბავი გვაქვს. შევამოწმოთ. კი ბატონო, სწორია. მოდი ნახოთ ახლა 21 ამოცანა. გამოდის ახლა აქ. ასოცდა ერთი წრეწირი აღებული. წრეწირში გავლებულია ორი ქორდა, როგორც არის გავლებული აქ ჩვენც ისე გავავლოთ. და ორი ურთიერთგადამკვეთი ქორდას შორის კუთხის სინუსი თუ მათი გადაკვეთის წერტილი დაშორებული წრეწირის ცენტრი და რადიუსი და ამ წერტილით ერთი ქორდა შუაზე იყოფ. ანუ ერთ-ერთი ქორდა შუაზე უნდა გაგვიყო გადაკვეთის წერტილით. მოდი ცოტა ქვემოთ ავიღებ. და აი ეს ამის ტოლია. და ცენტრი დაახლოებით სად გამოდის? აი აქ გამოდის, ხო? ეს გადაკვეთის წერტილი. აი ეს გადაკვეთის წერტილი. ცენტრიდან დაშორებულია რადიუსი 3/4 3/5 ნაწილით, ხო? ანუ ეს არის 3/5 ერი. მოდი ამას დავარქვათ K წერტილი. ეს ცენტრია, მეგობრებო, ქორდებს დავარქვათ AB ქორდა და CD ქორდა. და და ვიცოდით რომ მეორე ქორდა
მ, იყოფოდა 4-9-სთან შეფარდებით რა. მოდი შემოვიდაოთ. ესა 4x, აქეთ არის 9x. ოკეი. და პრინციპში ახლა და ხო რას გვიკითხებიან? გვეკითხებიან ქორდებს შორის მოქცეული კუთხის სინუსს. თუ რას ითხოვენ? ხო, აი თქვათ ეს არის ალფა კუთხე და ითხოვენ სინუს ალფას. ნუ კიდევ რომ მოვყვეთ ამოცანა, ორი ქორდა ამოცემული, გადაკვეთის წერტილით ერთი ქორდა შუაზე იყოფა, აი თქვათ CD ქორდა, მეორე ქორდა იყოფა 4-9-სთან შეფარდებით და გადაკვეთის წერტილი ცენტრიდან დაშორებულია რადიუსის 3/5 ტოლი მანძილით. ახლა აქ პირველ რიგში ხო და უნდა გვეპოვა ქორდებს შორის მოქცეული კუთხის სინუსი და აი ოჯახი ხრამიას პრინციპით აი რაც შეგვეძლო ყველაფერი უნდა დაგვიფიქსირები და უნდა რა ახლა ვერ ხვდები როგორი ხსნება ახლა საიდან უნდა მივაკითხო ამ ალფას აქაც პირველ რიგში კოსინუსების თეორემა მიტრიალებს თავში მაგრამ კოსინუსების თეორემა რომ გამოვიყენო მაშინ მე აქ ფიგურა უნდა მეკვრებოდეს ამ სამკუთხედიდან ეს CK გამოსასახია, AK გამოსასახია, AC გამოსასახია და იმდენი რაღაც არის აქ საპონი, ხო? რა ვიცი, აჯობებს ახლა დავიწყოთ ჯერ რა ჩანს. მე ცოტა შეფარულად, მაგრამ აი ეს რომ მართი კუთხეა, უნდა დაგვიფიქსირებინა. რატომ? უნიშნულოვანესი თეორემა მეგობრებო, რომ ქორდის მართობულად გავლებული რადიუსი, აი ასე ქორდის მართობულად თუ ავლებთ რადიუსი, ის აუცილებლად შუამართობია. ან არა, შუა პირიქით თუ შუა წერტილთან შეერთე ცენტრი, მაშინ ის მართობულიც იქნება ემოდროულად და შუა წერტილი კარ გამოდიოდა ოკასთან ხო იყო შეერთებული და შესაბამისად ის აუცილებლად მართობული იქნება და ნუ მარტივად შეგიძლიათ ეს დაასაბუთოთ თუ ამ სამკუთხედს განიხილავდით CO-დეს, სადაც CO-დაოდე რადიუსებია და თუ შენ მედიანა გაავლე, რა თქმა უნდა, ტოლფერ და სამკუთხედში მედიანა სიმაღლეც იქნებოდა. მე დავინახავდით, რომ აი თუ ეს ხო ერია რადიუსია და სამკუთხედი CK-ო-და ნუ მარტივად ჩანს, რომ CK არის 4/5-ერი, ანუ ეს ხო 3/5-ერი, ეს 5/5-ია, ეს გამოდის 4/5, აი 4/5-ერი. ესეც 4/5-ერი არ გამოდის? აი აქ კიდე ჩანს ერთი პრინციპი ოჯახი ხრამიას პრინციპიდან გამომდინარე ეგეც შეგვიძლია უცებ ვიპოვოთ რა შეგვიძლია და ვიპოვოთ აწი ანუ აკა და კაბ ურთიერთგადამკვეთი ქორდისთვისება ხო ვიცით ჩვენ მათი ნაწილების ნამრავლები ერთმანეთის ტოლია ანუ 4x რომ გამევრავლებინა 9x-ზე ეს გამოდიოდა 4/5 ერი რომ გამევრავლებინა 4/5 r-ზე. ეს არის 36x კვადრატი, აქ არის 16 25 კვადრატი, ამოფესვამდით 6x 4/5 და x-ი რომ გამოსახოთ, გამოდის აქ იკვეცება 2 3 2/15 r. ნუ შესაბამისად, აკა მონაკვეთი ეს გამოდის 4-ზე რომ გავრავდებოდა 8/15 და ანალოგიურად ეს გამოდის 18/15, რა თქმა უნდა, r. ახლა როგორ უნდა გვეპოვა ალფა და ნუ პრინციპში რადიუსით კი გამოსახეთ აკა და ცეკა და აი AC-ს რომ გამოგვესახა რადიუსით, ნუ ამოცანა პრინციპში გადაწყდებოდა ალბათ, არც მაგრამ ასე ვერ დავინახე ახლა მე ეს და უცებ რა იდეა მომაფიქრდა. ახლა აქ ერთი ქორდის მართობული კი იყო, თავად ქონდა ავტორს გავლებული, ხო? ნუ შეერთებული ქონდა და მართობული გამოვიდა და აი მეორე ქორდის მართობი რომ გაგვეყო. ასე. და ნუ რაღაცა პედავა თქვა თავს. და რომ დავაკვირდეთ ახლა ამ სამკუთხედს რომ გადმოვიტანოთ აი ცალკე რაღაც ასე
ეს სამკუთხედი. ეს არის 3/5, ხო? და აბე პრინციპში აქ დათვლადია. გამოსახვადია რადიუსით. როგორ და თუ დააკვირდებით ახლა მე თუ გავავლე ქორდის ქორდის მართობული მონაკვეთი ცენტრიდან, რა თქმა უნდა ის შუაზე გაყოფს, ანუ ეს მონაკვეთი და ეს მონაკვეთი მთლიანად AB ქორდის ნახევარია და AB ქორდა არ გამოვიდა 8 მე-15 + 18 მე-15, ანუ AB ქორდა გამოდის 26 მე-15 და ეს იქნებოდა აქეთ მისი ნახევარი, ანუ 13 მე-15 და აქაც 13 მე-15 და თუ დააკვირდებით ახლა AP თუ 13 მე-15-ია და AK 8 მე-15, KP აქედან არ გამოდის 13 მე-15 R-ს გამოკლებული 8 მე-15. ანუ ეს გამოდის 5 მე-15. ნუ 5 მე-15, ანუ 1/13. ასეთი ამბავი გამოდის, ხო? და შესაბამისად ახლა თქვენ შეგიძლიათ აი ორი ჰიპოტენუზაციით აქ კათეტი იცით, ყველაფრის მონა შეგიძლიათ უკვე, მაგრამ რა შუაში ეგ ალფასთან? ძალიან მარტივად უქროები კუთხე OKP, აი რომ დააკვირდეთ აქ კუთხე OKP არ უდრის 180 გრადუს გამოკლებული ალფა და 90. ხო, ორივე. და ეს გამოდის 90 მინუს ალფა 180 თუ გავს. ანუ ეს კუთხე ალფათი გამოსახვადი ყოფილა, გამოვიდა 90 მინუს ალფას ტოლი. და მაშინ აი ამ კათეტით და ამ ჰიპოტენუზით ეს რომ მიმდებარე კათეტია, თქვენ კოსინუს 90 მინუს ალფა შეგიძლიათ გამოსახოთ, ხო? ესაა მიმდებარე კათეტი შეფარდებული ჰიპოტენუზასთან. ერები იკვეცება და ეს ხო თავად დაყვანის ფორმულა ეგ სინუს ალფა გამოდის და ეს გამოდის 1/13 გაყოფილი 3/5-ზე ამოტრიალდება 5/13-ზე გამრავლება და გამოდის 5/9. მორჩა. ვიპოვეთ საძიებელი კუთხის სინუსი. როგორი ჩახლართული ის გამოვიდა სიტუაცია? საკმაოდ სერიოზული ამოცანა გამოდგა. რაღაც ისეთი მრავალსვლიანი ამოხსნით. ნუ შეგიძლიათ ახლა თუ დრო გაქვთ, დაფიქრდეთ სხვაგვარად როგორ შეიძლება ამოიხსნას ეს ამოცანა, რომ არ მოგატყოთ ახლა მე ვხედავ აქ სხვაგვარ ამოხსნას, მაგრამ გეომეტრიაში ძალიან ხშირია რომ ამოცანას არაერთი გზა გააჩნია მიზნამდე მისაღწევად. 22. 122. პარალელოგრამის მახვილი კუთხე 60 გრადუსის ტოლია. მოდი დავხატოთ პარალელოგრამი. და რა მევიტრიალებს ახლა? მახვილი კუთხე კაი 60 გრადუსის ტოლია. ჰიპოეთ პარალელოგრამის გვერდების შეფარდება, კაი დავაწეროთ B და პრინციპში გვეკითხებიან როგორ შეფარდება B-ს. თუ მისი დიაგონალების კვადრატების შეფარდება 1/13 ტოლი, ანუ ვიცით რომ D1 D2-თან. კაი, D1 იყოს პატარა დიაგონალი ასე, D2 იყოს დიდი დიაგონალი. ცოტა რომული გამოგვიდეს ხაზი და D ასე. ეს არის D1, ეს არის D2 და ჩვენ ვიცით რომ D1-ის კვადრატი შეფარდებული D2-ის კვადრატთან ეგ არის 1/13 ტოლი. მეტი ყველაფერია მომცანაზე ამოცემული. კარგი.
ესე იგი პარალელოგრამის მახვილი კუთხე 60 გრადუსის ტოლია. ჰიპოვით პარალელოგრამის გვერდების შეფარდება თუ დიაგონალების კვადრატების შეფარდება ვიცით. ნუ ეგ არის საფუძველი. აჰ. ახლა პრინციპში თავში რაც მომდის პირველ რიგში, კი აქ შეგვიძლია ეს პატარა სამკუთხედი განვიხილოთ, D1-ის ნახევარი, D2-ის ნახევარზეც გარკვეულწილად აზრს ინფორმირებული გამოვდივართ, ნუ აზე გვეკითხებიან, მაგრამ აი კუთხე არ ვიცით საერთოდ ამ სამკუთხედში და აი ეს 60 გრადუსი როგორმე საქმეში რომ ჩავთოთ, ნახეთ მეგობრებო, ჯერ რომ განვიხილოთ აი ეს სამკუთხედი, აი აქ ეს სამკუთხედი რომ განვიხილოთ და მე რომ ავდგეთ კიდევ აი ასე და ეს ხობი არის, ეს თავისთავად აიქნება, ეს ხო 120 გრადუსი იქნება, ეს თუ 60 გრადუსია, ცხადია, პარალელოგრამის მოსაზღვრე კუთხეების ჯამი 180 გრადუსია და მე აი ეს სამკუთხედი განვიხილოთ ახლა აქ. აი ასე. ნუ, ანუ სამკუთხედიდან დავწერთ, რომ D1-ის კვადრატი, დავწეროთ რა, კოსინუსების თეორემა. უდრის a კვადრატს პლუს b კვადრატი გამოკლებული 2-ჯერ ab კოსინუს 60 გრადუსი, ნუ ეს 1/2-დია იკვეცება. და აქედან იქნებოდა d2-ის კვადრატი უდრის a კვადრატს პლუს b კვადრატს მინუს 2ab კოსინუს 120 გრადუსი, ეს მინუს 1/2-დია, 2 აქაც იკვეცება და ნუ საბოლოოდ ჯამში რა დარჩა? რომ d1-ის კვადრატი უდრის a კვადრატს პლუს b კვადრატი მინუს ab, ხო? და d2-ის კვადრატი ეგ არის a კვადრატს პლუს b კვადრატი და აქ მინუს 1/2, აქ მინუსზე გამრავდა მინუს 2-ზე პლუს ab გამოდის. ასეთი სისტემა. ახლა თუ დავკრებთ აქ გამოგვივა პარალელოგრამის თვისება, რომ დიაგონალების კვადრატების ჭამი უდრის გვერდების კვადრატების ჭამს, მაგრამ მოდი გავყოთ ერთმანეთზე. რატო გავყოთ? იმიტომ რომ აი მათი შეფარდება ვიცი ხო D1 შეფარდება D2. ეს იქნებოდა 1/3 ტოლი, ნუ მათი კვადრატების ფარდობა 1/3-ია. ეს გადავწეროთ. მოკლედ, გადავამრავლოთ ჯვარედინად ერთმანეთზე. ნუ გამოგვივა რომ a კვადრატს პლუს b კვადრატს პლუს ab უდრის და იქ 3 რომ გამრავლდებოდა, იქნებოდა 3a კვადრატს პლუს 3b კვადრატი მინუს 3ab. ნუ თუ გადმოვიტანთ ახლა მარცხენა მხარეს მარჯვნივ, აქ იქნება 2a კვადრატი 2b კვადრატი, ab გამოკლებული აქ 4ab, ნუ გაიყოფა 2-ზე a კვადრატს პლუს b კვადრატს მინუს 2ab და ეგ a მინუს b-ს კვადრატი არ არის. და ეს თუ ნულის ტოლია, გამოდის რომ a მინუს b უდრის ნულს და a უდრის b-ს. ანუ რისი ტოლი გამოვა მათი შეფარდება ერთის ტოლი არ გამოვა, თუ ერთმანეთის ტოლია ეს რიცხვები. კი ბატონო. აქაც დავძლიეთ მეგობრებო მე-60. მოდი 123 ვნახოთ. ABC სამკუთხედია მოცემული. დავწეროთ ასოები A, B, C. კუთხე C-ს გამოკლებული კუთხე A არის ალფას ტოლი და ალფას ალბათ ალფა რა არის? ადებითი კუთხე შეიძლება იყოს. ახლა რატო ამას იცით? მაშინ C ცოტა დიდი გამოდის და ცხადია სიმაღლის რომ დაუშვებ ის მოკლე ფერდისკენ, ანუ დიდი გვერდი კუთხის სან უფრო ახლოს იქნება. კაი მოიყოს ახლა ასე. და ABD ბისექტრისაა გავლებული. და B-ს სიმაღლე.
Mhm. უბრალოდ B იყოს სიმაღლე და B-დია ბისექტრისა. აი, ასე მოდი მოვნიშნოთ ეს. იპოვეთ D თუ B-დი არის ასტოლი. ბოდიში, ეს არის A. ბისექტრისა იყო A და D-ს გთხოვთ. აი, მოდი მაინც გავაკეთოთ ჩვენ ახლა აქ პატარა დაშვება, რომ ალფა დადებითი კუთხეა და C იყოს აქეთ მხარეს, იმიტომ რომ C უფრო დიდი კუთხე გამოვა მაშინ და უფრო სწორი, ანუ ასე გავაკეთოთ აქ დავაწეროთ ჩვენ C. აქ ამ ის მხარეს იქნებოდა სიმაღლე. კარგი. ჩვენ ვიცით ახლა კუთხე C-ს მინუს კუთხე A, რომ არის ალფა სტოლი. და ვიცით მეგობრებო, რომ B-დი არის ასტოლი. ნუ გთხოვენ ჩვენ D-ს პოვდავს. D უნდა ვიპოვოთ. აქ შეგვიძლია ახლა რამდენიმე გარემოება შევნიშნოთ, მეგობრებო, რომ დაგვირდით რა სიტუაცია. აი, კუთხე B ხო გამოდის, კუთხე B გამოდის 180 გრადუს გამოკლებული, კუთხე A პლუს კუთხე C, ხო? შესაბამისად, ახლა მისი ნახევარი აი, მოდი ამ ნახევარზე, ნუ მისი ნახევარი უბრალოდ B ნახევარი გამოდის 90 გრადუს გამოკლებული კუთხე, მოდი ასე იყოს 100 ნახევარს პლუს კუთხე C-ს ნახევარი. ყველაფერი 2-ზე გავყავ. ახლა ერთ დეტალს დააკვირდით, კიდევ ეს ხო გამოდის 90 გრადუს გამოკლებული კუთხე C, ხო? აი ეს კუთხე ხო გამოდის. იმიტომ რომ ეს მართკუთხა სამკუთხედია, ეს მართკუთხა სამკუთხედია, შესაბამისად ეს თუ კუთხეცი არის, ზედა იქნებოდა 90 გრადუს გამოკლებული, მოდი ასე დავაწერ. 90 გრადუს გამოკლებული კუთხე C. მაშინ აი ეს კუთხე რა გამოდის? ეს კუთხე ხო გამოდის B ნახევარს, აი კუთხე E, B, D გამოდის კუთხე B-ს ნახევარს გამოკლებული, აი ეს აქ რაც არის, ხო? 90-ს მინუს კუთხე C. და ეგ რა გამოდის თავისუფლად კუთხე B-ს ნახევარი აგერ არ არის მოცემული, ანუ ეგ არის 90 გრადუს გამოკლებული, ანუ B-ს ნახევარი არის. კუთხე A მეორეც პლუს კუთხე C მეორედი. და ესაა B, ესაა B. და გამოკლებული 90-ს მინუს კუთხე C. ეს 90 ეს 90 აბათილებს ერთმანეთს. მინუსი რომ გაიხსნებოდა აქ ჩხილებს მინუს კუთხე A-ს ნახევარი, მინუს კუთხე C-ს ნახევარი და მინუს მინუსი პლუს კუთხე C. ნუ ეგ გამოდის კუთხე C-ს გამოკლებული კუთხე C-ს ნახევარი, ასე მინუს კუთხე A-ს ნახევარი და გამოგვივიდა მეგობრებო რა მომენტი. ეს ხო ჩვენ ვიცით ალფა, ხო? კუთხე C-ს მინუს კუთხეა და ნუ ეს გამოგვივიდა ალფა ნახევარი. მაშინ ხო ჩვენი აღნიშვნის მიხედვით ალფა ნახევარი. ახლა მე სიტამამე მომცა იმან რომ არ ვიცი გახსოვთ თუ არა ჩვენ გვაქვს ეს ამოცანა მესამე თავში თუ არსები განხილული, როდესაც სამკუთხედში ორ კუთხეს შორის დამოკიდებულება ვიცოდით და მესამე წეროდან გავლებულ მედიანასა და თუ ბისექტრისასა და სიმაღლეს შორის კუთხეს ითხოვდნენ რა.
მაშინ ეს თუ ალფა ნახევარი გამოდის მეგობრებო, შეგვიძლია ახლა დავწეროთ რა. აი ამ სამკუთხედში ხო, სამკუთხედი B E D-ში. რას ითხოვენ? ითხოვენ D-ს, ხო? აი D როგორ შეგვიძლია ჩავთოთ? ვიცით, კუთხე და გვიკითხებიან მოპირდაპირე კათედს და ანუ ფაქტობრივად უნდა გამოვიყენოთ სინუსის თვისება, ხო? სამკუთხედში. აა სინუს ალფა მეორეთი უდრის მოპირდაპირე კვირტი, ანუ ED შეფარდებული ჰიპოტენუზასთან, ასთან. ნუ აქედან ED გამოდის მეგობრებო, აჯერ სინუს ალფა ნახევარი. ნუ შეიძლება თუ არა ეს პასუხად ჩაითვალოს, კი, იმიტომ რომ თუ ალფა იცით, თქვენ იგულისხმება, რომ თქვენ მასთან დაკავშირებული მისი საშუალებით გამოსახული ნებისმიერი კუთხე იცით ახლა. ასეთი ამბავი იყო 23-ში. კარგი, მოდი 24-ს დავასრულოთ ახლა. აბა რა ხდება 124-ში? ესე იგი 3 გზა ABC სამკუთხედს ქმნის და კუთხეა 30-ია და კუთხები 120. მაშინ კუთხედს ეცხო 180-ს გამკლებ მათი ჯამი, ანუ 30 გამოდის. ანუ ტოლფერდა სამკუთხედი ყოფილა რა, მოცემული ასე ბლაკ კუთხა, ტოლფერდა სამკუთხედი, რა, ასეთი მომენტია. B კუთხე არის 120 გრადუსი, C ეს 30 გრადუსია და თუ ეს 120-ია, მეგობრებო, თავისთავად ესეც 30 იქნება, ხო, 180 არ გამოვარჯა. აჰა, ტოლფერდა ყოფილა. AC და BC სოფლის გზებია, სოფლის AC და BC, ანუ ეს სოფლის, BC-ც არის სოფლის. AB კი ასფალტიანია, ну AB სხვანაირი ესე იგი. კარგი. ამიტომ AB გზაზე სიჩქარე ორჯერ მეტია, ну ოკეი. კი ბატონო. ვიდრე სოფლის გზაზე. A-დან C-სკენ ორი ავტომობილი გაემართა. პირველ აირჩია ABC მარშრუტი, აჰა, ნახეთ. ესე იგი ორი ავტომობილი მიდის და პირველი გაემართა A-ზე, A-ზე. C-ში. და მეორე გაემართა A-ზე. ოკეი. რომელი ავტომობილი დახარჯავს ნაკლებ დროს და რამდენჯერ? აჰა, აჰა. ესე გუნდა გამოსახოთ ავტომობილების მოძრაობის დრო. რამდენ ხანს მოძრაობდნენ? შეგვიძლია ახლა გავაკეთოთ. ну ერთი რაც თავში მომდის ახლა თუ ამ გვერდებს დავაწერდით 100 მაშინ ეს აფესვის სამიქნამდე მარტივი მისახვედრია ნახეთ მეგობრებო შეგიძლიათ დაიზეპიროთ კიდეც აი აქ სიმაღლე რომ და 120 გრადუსი ხო აქ ხო 60 გრადუსიან გამოდის ეს ხო 30-ია ეს ხო 1/2-დია გამოდის აი ამ მართკუთხა სამკუთხედში და ეს გამოდის ჩვენ ნათქვამი გვაქვს რომ მართკუთხა სამკუთხედში 30 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირე კათედი თუ ჰიპოტენუზის ნახევარია მეორე კათედი ფესვის სამჯერ დიდია ამ პირველ კათედრს, ანუ 1/2 და A-ზე ფესვის სამჯერ დიდი იქნებოდა. ну ფესვის სამეორედი იქნებოდა აქედან აქამდე. შესაბამისად, აქეთაც ხო ფესვის სამეორედი არის. და მათი ჯამი ხო ფესვის 3-ია, ანუ A-ფესვის 3 გამოდის. ახლა შეხედეთ, ესე იგი, პირველი გზა რა არის, აი წითლით რაც მაქვს აღნიშნული. არ დაგვავიწყდეს რომ აი რაღაც ეს სოფლის გზაა და აქეთ მოასფალტებული, ანუ ორჯერ ნაკლები დრო ჭირდება. ანუ იდეაში, პრინციპში მოდი ასე ვთქვათ, თუ ეს მიდის ვერთი სიჩქარით, ხო? სიჩქარით, აი აქ. აქ მიდის ორი ვერთი სიჩქარით. ანუ ვერთი არც გვინდა პრინციპში, იმიტომ რომ ვეორს აღარ გამოვიყენებ და ну რატო ასე? იმიტომ რომ
ორჯერ ჩქარია, პირიქით, ბოდიში. აქ არის ორჯერ სწრაფი, ხო? ალბეტრასაზე ორჯერ ჩქარი. ანუ ეგ თუ ვესი ჩქარით მიდის, აქაც ვესი ჩქარით მიდის, ხო? აი ქვედა გზაზე და მარჯვენა გზაზე, ანუ BC-ზე. დაბეზე მიდის ორივე სიჩქარით. მაშინ დრო რა იქნებოდა აი პირველ გზაზე, ასე ვთქვათ, წითელ გზაზე დრო რა იქნებოდა დახარჯული. გახსოვდეთ, ოქროები დრო ითვლება თუ რამდენიმე მონაკვეთისგან შემდგარ გზაზე უნდა დავთვალოთ მოძრაობის დრო, თითოეულ მონაკვეთზე ცალ-ცალკე გამოსახეთ დროები და მე დაკრიბეთ. ანუ აბეგვერდზე რა იქნებოდა დრო? აბეზე იქნებოდა ესე დახარჯული დრო. მანძილი გაყოფილი სიჩქარეზე, ხო? ორივეზე. და BC-ზე დახარჯული დრო რა იქნებოდა? შეფარდებული ვესტა. მაშინ ჯამში ამ პირველ გზაზე რა დროს დახარჯავდა? შეფარდებული ორივეს პლუს შეფარდებული ვესთან და ნუ შესაბამისად თუ გაერთმშნელიანებთ ორივე არის საერთო მნიშვნელი. აქ იქნებოდა 3 იქნებოდა მრიცხველში. ახლა რაც შეეხება მეორე გზას, ხო? ნუ ეს არის ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული მწვანე გზა. აქ რა მოხდებოდა? ნუ ეს 10 გვერდია ერთი გასავლელი და 10-ზე დახარჯული დრო იქნებოდა მთელი მანძილი, ანუ აფესვის 3 გაყოფილი ვეზე. ასეთი ამბავი. და თუ ვიცით პირველზე დახარჯული დრო და თუ ვიცით მეორე გზაზე დახარჯული დრო, ნუ რომელმა უფრო ნაკლები დრო დახარჯა იდეაში. ანუ ერთგან გაქვს პირველგან 3 მეორე D შეფარდებული ვესთან და მეორეგან გაქვს ფესვის 3 შეფარდებული ვესთან. ნუ რომელია უფრო მეტი? ფესვის 3 არის 1.7 და 3 მეორედი არის მეგობრებო 1.5 და შესაბამისად პირველი უფრო ნაკლებ დროს ხარჯავს, ხო? და კითხვა არის რომელმა უფრო ნაკლები დრო დახარჯა. და რამდენჯერ რო გაიგო რამდენჯერ ნაკლები ერთმანეთზე დიდი უნდა გაყო პატარაზე. ანუ ფესვის 3 უნდა გავყოთ 3/2-ზე. ნუ ეგ იქნებოდა ფესვის 3 გამრავლებული 2/3-ზე და 2 ფესვის 3 მესამედე ჯერ სწრაფია პირველი გზა. ხო, ამას მივიღებდით, მეგობრებო, ნუ თუ შეკვეცავთ, გამოგივათ 2 ფესვის 3-ჯერ მეტი. ეგ არის პასუხი. როგორი ამოცანა? ნუ ასეთი სამხულიანი ამოცანა პრინციპში, ასეთი ამოცანები ნასვლელია სამხულიანში. 125. ნუ შეიძლება ახლა გამოცანა აქვე გავაკეთოთ, მაგრამ მოდი გადავხაზოთ ახლა ჩვენ ეგ. ასე გავაკეთოთ. დავაწეროთ ამას A, B, C, D და ბოლომდე მივიდა რა ხას. ასე ასე ესე იგი A წერტილი კვადრატის გვერდის შუა წერტილია. და ითხოვენ ნუ ალფა კუთხეს. უმეტი არაფერი რა. კარგი. კოსინუს ალფას ითხოვენ. ახლა მეგობრებო,
აქ ჩვენ ამდენჯერმე ტანგენსის დახმარებით კუთხის პოვნა გამოგვივიდა, მით უმეტეს, როდესაც საშუალება იყო, რომ რაღაცა კათეტებზე ინფორმირებული ყოფილიყავით რა. და აქაც აი როგორი ეჭვი მაქვს, ახლა არ ვიცი ბოლომდე მიმიყვანია გამოცანა, არ მიფიქრია, მაგრამ ასეთი განცდა მაქვს, რომ თუ მე ნახეთ მეგობრებო, აი ამ კუთხეს მოდი ამას ალფას დავარქმევ, ცოტა იცე გამოვიტანოთ ასე და ამას ბეტას დავარქმევ. თუ მე ამ კუთხეებზე ინფორმირ, ალფა აი რაღაც. კარგი. მოდი x და y-ს დავარქმევ. x კუთხე იყოს და y კუთხე, ხო? ალფა ხო გარე კუთხეა ამ BOC სამკუთხედის მიმართ და შესაბამისად ალფა უდრის x + y-ს არა? და მე თუ x-ზე და y-ზე რაღაცნაირად ინფორმირებული ვიქნებოდი, ნუ ალფაზეც შემეძლებოდა დასვენების გამოტანა. და რომ დააკვირდეთ ახლა, აი ამ სამკუთხედიდან, აი ამ სამკუთხედიდან თუ ეს არის ეს ხო ერთი მეორედი არის. მაშინ სამკუთხედი BC-კადან ტანგენს x-ი არ გამოდის ერთი მეორედი შეფარდებული a-სთან. ანუ ერთი მეორედი სწორი. კი გამოდის. ნახეთ ახლა სამკუთხედი ABC-დან სხვა ტანგენს y არ გამოდის შეფარდებული a-სთან, ხო? კათეტები ერთმანეთის სტოლია და მათი შეფარდება იქნებოდა ერთი სტოლი. მაშინ აი ჩვენ რო დავჭირდეს ახლა ტანგენს ალფას დათვლა, ხო? ეს ხო იგივე ტანგენს x + y-ია და ეს არის ტანგენს x + ტანგენს y შეფარდებული 1 - ტანგენს x-ი ტანგენს y და ნუ ჩავსვათ ახლა ეს ინფორმაცია შევიტანოთ ეგა 1/2 + 1 შეფარდებული 1 - 1/2 და ნუ ეგ გამოდის ზემოთ 3/2 შეფარდებული 1/2-თან იკვეცება და ამბავი გამოდის 3 სტოლი. ტანგენს ალფა გამოვიდა 3. და შესაბამისად ახლა თუ ტანგენს ალფა ვიცით, გაიხსენებთ კოსინუს ალფას, თუ ძირითადად ტრიგონომეტრიული ვიგეობა 1 + ტანგენს კვადრატ ალფა უდრის 1 შეფარდებული კოსინუს კვადრატ ალფას. ნუ აქედან თუ ტანგენსის მნიშვნელობა შევიტანდით 1 + 3-ის კვადრატი ნუ ეგ ხო არის 10 და ნუ კოსინუს კვადრატ ალფა უდრის 1/1000-ს. და რომ ამოფესოთ ახლა წესით პლუს მინუსი ხო გამოდის და მინუსი უნდა დატოვოთ თუ პლუსი. ეგ მართ ნახეთ რა მაგარი დასანახია. რადგანაც ტანგენს ალფა ჩვენ გამოგვივიდა დადებითი, თუ ცხადია ალფა გამოდის მახული კუთხე, იმიტომ რომ 0-190-ზე მეტი რო ყოფილიყო ტანგენსი გამოვიდოდა უარყოფითი. და შესაბამისად თუ ალფა პირველი მოთხედის კუთხეა, ესე იგი კოსინუს ალფაც იქნებოდა დადებითი, თუ პლუს მინუსის დაწერა აქ არ ჭირდება და უბრალოდ იქნებოდა ერთი შეფარდებული S-ი 10-თან. აი, ეგეც კარგად დავწლიეთ. მოდი ახლა გადავიდეთ აქ 126-ე გამოცანაზე. მოდი ჯერ დავხაზოთ ეს დავხაზოთ ახლა ჩვენ. მოდი ჯერ წრეწირები ავაგოთ. ცოტა დიდი წრეწირები ხო არა ვაგოთ. ცოტა ასე. მე ახლა ესეთი და ეგეც
ისე ბევრი აკლია. მოდი. დაახლოებით გამოვიდა რა. აი, ასე. Так, ახლა მოდი საერთო წრფეთს გავალვოთ, აი ასე. აი, ну, პრინციპში გამოგვივიდა ნახაზის მეტნაკლების ზუსტი აგება. მოდი დავაფიქსიროთ ახლა დიდი წრეწირის ცენტრები. შევაერთოთ ეს ცენტრები. ну, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ურთიერთშემოხების წრეწირის ცენტრები იმავე წრფეზე ძევს, რაზეც მათი შეხების წერტილი, აქ გაივლებოდა შეხების წერტილზე. აქ არის C-წერტილი და აი ასე და შევაერთოთ ახლა AC-სთანაც ასეთი ამბავია. და რა უნდა ახლა? უნდათ რომ ვიპოვოთ ტანგენს კუთხე CAB-ს. აბა ვნახოთ. ესე იგი, წრეწირებსა და მათ საერთო გარემოხებს შორის ეს არის. კი ბატონო, ეს გასაგებია, როგორაც არის აგებული და ნუ ტანგენს აი ამ კუთხის ტანგენსი გვინდა. დავაწეროთ ალფა. ამას. ხო, ნუ გაინტერესებს ტანგენს ალფა რას უდრის. ოკეი. მოდი ახლა აქ ეს ტოლი წრეწირებია. ორი ერთნაირი წრეწირი, მათი რადიუსი იყოს r და ამ პატარას რადიუსი იყოს, ნუ r პატარა. ვახ, ახლა რა ხდება აქ? ნუ ადრეს გვაქვს ნათქვამი, ძნელია გაუძლოთ ცნებას და არ გაავლო ხებთან შეხების წერტილში რადიუსი, ხო, ეს მაგალითად არ გაავლო აქ. აქ რომ გავლები მართი კუთხე იქნებოდა. აი აქ რომ გავლებ მართი კუთხეა. მოდი ამას. მოდი დავაწეროთ ამას A1, ამას B1. არის თუ არა ეს ფიგურა მართკუთხედი? კი არის, მეგობრებო, და რატო? ეს ხო ერია. სოციერი დავაწეროთ. და შეხედეთ, ესე იგი ჩვენ გვაქვს რაღაცა ოთხკუთხედი, რომლის მოპირდაპირე გვერდები ერთმანეთის ტოლია, ერთი წყვილი მოპირდაპირე გვერდი და თან ერთი წრფის მიმართ მართობულები არიან. ანუ პარალელური გამოდის A1 BB1-ის და ეს პარალელოგრამის ერთ-ერთი ნიშანი არ არის, ну, მაგალითად ჩვენს თეორიაში მეხუთე ნიშანი, ბოლო ნიშანია. თუ ოთხკუთხედის ერთი წყვილი მოპირდაპირე გვერდების თან პარალელურია და თან ტოლია, მაშინ ეს ფიგურა პარალელოგრამია და ну, პარალელოგრამში თუ ერთი კუთხე მართია, ესე იგი მართკუთხედიც არის. კარგი ბატონო. მოდი აი ესეც რომ შევაერთოთ ახლა აქ ხო მართი კუთხე იქნება. და ნახეთ ოქროები, აი ეს ხო C-წერტილია. ამასაც დავწეროთ C. აი ეს არის C-წერტილი და რომ შევაერთოთ აი ასე. ხო? რო დავუშვათ მართოვი აი ამ იმაზე, ამ წერტილთან. ჯერ ერთი
თუ თქვენ გაავლევთ შეხების წერტილის მართობულ შეხების წერტილში გავლებული რადიუსის მართობს, აი აქ ეს ხო გამოდის ხების განმარტება, ანუ სხვანაირად თუ ვიტყვით, განმარტების შებრუნებული თეორემა რა. და გამოდის თუ მართობული ვარში ხებიცა. და ახლა შეხედეთ C-წერტილიდან თქვენ თუ გაავლეთ ორი მართობი, თან პარალელური წრფეების A1, აქ AB ერთმანეთს პარალელურია, ხო, აჩვენეთ უკვე რომ მართკუთხედია და თქვენ ერთის მიმართაც გაავლეთ მართობი და მეორეს მიმართაც გაავლეთ მართობი, ეს ახლა როგორც გავაკეთე ამ ნახაზზე და ამატებთ ნახაზზე, ისე ხო არ იქნება, ცხადია, შეუძლებელია ეგ, მარტივი საჩვენებელია, რატომ? და ეს იქნებოდა ერთი წრფე, თან თეორემაც ვიცით ჩვენ, ხო? მ, და შესაბამისად, აა ეს თუ ერთი წრფე არის, ხო, ეს მართობი. ანუ ეგ თუ ერია, ესეც ხო ერი გამოდის, აი, აქედან აქამდე. კი. მაგრამ მეორეს მხრივ, მეგობრებო, ეს გამოდის ორი ფესვი ერთიდი ერბატარა. რატო? იმიტომ რომ ეგ არის ცნობილი მონაკვეთი, ну, ხების შეხების წერტილებს შორის, ანუ ორი გარედან შემხები წრეწირის საერთო ხების მონაკვეთია ეს, აქ. დავაწეროთ ამას ამას F-ი აქ და შესაბამისად ტოლია ორი ერთიდი ერბატარიდან ფესვისა, ხო? და გამოდის, რომ ერი ტოლია ორჯერ ფესვი ერთიდი ერბატარასი. ну, ახლა თუ აქ ფესვი ერზე შევკეცავთ, გამოდის, რომ ფესვი ერი უდრის ორჯერ ფესვი ერბატარას და თუ კვადრატში წავიყვანთ, ანუ ერი უდრის 4 ერბატარას. ახლა ეგ რა გარემოებას გვაძლევს, დააკვირდით. აი ჩვენ რომ განვიხილოთ ახლა, აი ეს სამკუთხედი აი აქ. რა გამოდის აი მთლიანად AC გვერდი, აი მთლიანად ეს ხო გამოდის, ეს ხო 4 პატარა ერთიც პლუს ერთ პატარა, ხო? მაგრამ ერთიდი რადგან არის, ну, ერთიდი, ერთ პატარა, მაგრამ ერთიდი რადგან გამოვიდა 4-ერი, ანუ 5-ერი არ გამოდის 5 ერთ პატარა. ანალოგიურად ახლა ეს ხო ერთ პატარა. ეს და მთლიანად ეს იყო ერთიდი. მაშინ 4-ს გამოვაკეთებთ ერთ პატარა, ეს 3 ერთ პატარა არ გამოდის? აი აქედან აქამდე? კი. და ნუ ეგ ვიცით არის 4 ერთ პატარა. კი, გასაგებია. ანუ გვაქვს მართკუთხა სამკუთხედი, ესა 5 ერთ პატარა, 3 ერთ პატარა და 4 ერთ პატარა. და რა იქნებოდა აი ალფა კუთხის ტანგენსი, ტანგენს ალფა იქნებოდა მოპირდაპირე კათეტი, ანუ 3 ერთ პატარა შეფარდებული აი მიმდებარე კათეტთან აქ. 4 ერთ პატარასთან, ანუ ეს გამოდის 3/4 ტოლი. ანუ პრინციპში მთელი ენერგია აქ ამ მომსანაში წაიღო ახლა ჩვენებამ რომ სმარტკუთხედი იყო, ეს მართი იქნებოდა, რომ შეგვერთებინა ახლა ბევრი ამას ინტუიციურად გააკეთეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც ახსნა საჭიროა, მაგრამ ახლა გამოცდაზე პრინციპში ამის დაწერის ადგილიც არა, ამიტომ ჩი შემთხვევაში შეგიძლიათ ცხადი 10 შემოიფარგოთ რა. კარგი, მოდი ანუ ცხადიათ შემოიფარგოთ იმას ნიშნავს, რომ აი ცხადია ეს მართია, ცხადია ეს მართკუთხედია, ცხადია ეს პარალელოგრამია. თუმცა მაინც გირჩევთ თუ იქნა საშუალება, მე რაც ვისაუბრე, ну, მოკლედ რომ შეძლებს დაგვარად ჩაწეროთ. კარგი, აბა ახლა დავაკვირდეთ 127 ამოცანას, ну, ამ თავის ბოლო ამოცანაა და პრინციპში ვასრულებთ. ABC სამკუთხედში დავლებულია BD და CK სიმაღლეები. და D და K წერტილები შეერთებულია.
სამკუთხედშია გავლებული, ალბათ იგულისხმება, რომ შიგნით გაივლება, ხო? აი, მოდი დავხატოთ. სამკუთხედშია გავლებული. გავლებულია სამკუთხედის სიმაღლე. პრინციპში ტოებს ინტერპრეტაციის საშუალება შეიძლება ეს სიმაღლე გარეთ იყოს, მაგრამ აი სამკუთხედში თუ გავავლე. ხო, ალბათ შიგნით ხდება, ხო? მოდი, კაი. გავავლეთ აქ ჩვენ. BD სიმაღლე და CK სიმაღლე. X სიმაღლე და X სიმაღლე. კარგი. და რა ამბები ახლა? დედა კაწეტილები შეერთებულია. მოდი შევაერთოთ დედა კაწეტილები. აი ასე შევაერთეთ. რა უნდა ვაჩვენოთ ახლა? უნდა ვაჩვენოთ, რომ სამკუთხედი ABC მსგავსია სამკუთხედი AD100. ნუ ეს უნდა დავამტკიცოთ. და მე მსგავსების კოეფიციენტის უნდა ვიყოთ კუთხე BAC, ვიცით არის ალფა სტოლი. თუ მოკლედ რა ხდება ახლა, მეგობრებო? აქ პრინციპში ვიყენებთ მსგავსების ყველაზე იშვიათად გამოყენება თვისებას. ეს არის, ოდესაც ჩვენ მსგავსებას ავწერთ ორი გვერდის პროპორციულობითა და მათ შორის მდებარე კუთხის ტოლობით. ანუ რა დროს არის ორი სამკუთხედი მსგავსი? ნუ ერთი ნიშანია ყველაზე ისეთი ხშირად გამოყენებადი, რომ ორი კუთხე თუ ტოლი აქვს, ანუ სამივე კუთხე თუ ტოლი აქვს სამკუთხედებს. მეორე ნიშანია, როდესაც სამივე გვერდი ერთ სამკუთხედის მეორე სამკუთხედის შესაბამის გვერდების თანაფარდოების ტოლი, ანუ სამივე გვერდი პროპორციული აქვს და ბოლო ნიშანია, ასე ვთქვათ, თუ აი ეს გვერდი რომ შეაფარდოთ ამასთან, ეს გვერდი ამასთან ტოლებია და თან მათ შორის მდებარე კუთხეებიც ტოლია. ანუ ორი გვერდი პროპორციული აქვთ. ABC-ა ვთქვათ, A1, B1 და C1 და AB ისე შეეფარდება A1 B1-ს, როგორც BC B1 C1-ს. და აუცილებლად კუთხეები ტოლი უნდა იყოს. ახლა რომ დავაკვირდეთ აი დროებით რომ წავშალოთ ახლა ჩვენ კადე გვერდი, უნდა გვახსოვდეს რომ აქ რამდენიმე წყება მიიღება მსგავსი სამკუთხედების. ნუ პირველ რიგში მეგობრებო, დავაკვირდეთ რომ მოდი ცოტა რას ვიზამიცი, თვალისთვის ალბათ უკეთესი იქნება თუ ცოტა გვერდს ასე ეგრე ჩამოვწევა. ვაგაბრაზდებით. მოდი ასე ვიზავ, თვალისთვის უკეთესია. ეგეც მართკუთხედს მაინც გავს, ხო? გავამხუჭე ახლა დავაუშნავე. აი, ასე. ეს კა. აი, მაგალითად, ეს სამკუთხედი მის მსგავსია, ეგეთი დეტალი. კიდევ მოდიში. აი, ეს სამკუთხედი აი, ამ სამკუთხედის მსგავსია. ხო? ეს აქვს საერთო კუთხე. და კიდევ რა, მოდი მომნიშნოთ ახლა წავყვეთ. ჩვენ გვინდა რომ AK გვერდი მონაწილეობდეს და აი AD გვერდი ამ მსგავსებების ჩაწერაში. პრინციპში
სამკუთხედი ა დ ბ ა დ ბ მსგავსია მეგობრებო სამკუთხედი ა კ ც-ი. თუ რატო? ა დ ბ-ს ერთი კუთხე ალფა აქვს, მეორე აი ამ სამკუთხედს ერთი კუთხე ალფა აქვს, მეორე მართი. და ანალოგიურად, აი ამ სამკუთხედსაც ერთი კუთხე ალფა აქვს, მეორე მართი. ანუ სამივე კუთხე ერთმანეთის ტოლი ჰქონიათ, ხო? ორი კუთხე უკვე ტოლი აქვს და მოდი ნახოთ, ხო სწორად დავწერე A კუთხე, A კუთხე აქ, D კუთხე მართი, K კუთხე მართი. კი. მოდი ახლა დავწეროთ შესაბამისი გვერდების შეფარდება. რა გამოდის, ნახეთ? მაშინ გამოდის, რომ ეს თუ მსგავსი აქედან. აი AD გვერდი ისე შეფარდება AK-ს, როგორც აი AB გვერდი შეფარდება AC გვერდს. ახლა დააკვირდით ამას ქვები შესაბამისად AD სამკუთხედის პერსპექტივიდან. ამ სამკუთხედის პერსპექტივიდან დააკვირდით, მეგობრებო, რა არის თქვენ გაქვთ, ესე იგი, ამ პატარა სამკუთხედის ერთი გვერდი, მეორე გვერდი, მოიცადეთ, აი ბოდიში ეს რო გადავაკეთოთ ახლა. აი ეს რო გადავაკეთოთ, აქედან ხო გამოდის, რომ აი AK ზემოთ რო ავიტანოთ და AB ქვემოთ. AD ისე შეეფარდება AB-ს, როგორც AK AC-ს. და გამოდის, რომ სამკუთხედი AKD-ში AD გვერდი და AK გვერდი პროპორციულია ABC სამკუთხედში AB გვერდის და AC გვერდის, AB გვერდის და AC გვერდის. და მათ შორის მდებარე კუთხე ტოლია, ხო? ამ პატარა სამკუთხედის და დიდი სამკუთხედის. არ გამოდის მაშინ ეს სამკუთხედები მსგავსი? კი, გამოდის მსგავსი, მეგობრებო. და შესაბამისად, ახლა თუ გამოდის მსგავსი, მაშინ მსგავსების კოეფიციენტი რა გამოდის? აი, გავიგეთ ხო, რატოა მსგავსი? აი, მსგავსების ეს ნიშანი ამოქმედდა, ოქროები. აი ეს. ნახეთ, AD გვერდი შეფარდებული AB-სთან ტოლია. AK გვერდი, აი AK ამ დაშრიხული სამკუთხედის კიდევ ერთი პატარა გვერდი. დიდი სამკუთხედის აი ამ AC გვერდთან და მათ შორის მდებარე კუთხე, ამ AD და AK გვერდით შექმნილი და AC და AB გვერდით შექმნილი კუთხე ტოლი აქვთ. ამ სამკუთხედს შესაბამისად სამკუთხედები მსგავსია. მაშინ გამოდის, მეგობრებო, რომ თუ სამკუთხედები მსგავსია, თუ მსგავსების კოეფიციენტიც გააჩნია და მსგავსების კოეფიციენტი თვითონ ეს არ იქნებოდა და ეგ რა არის? სხვა თუ არა, აი რომ განიხილოთ ახლა აი დიდი მართკუთხა სამკუთხედის პერსპექტივით, აი AD შეფარდებული AB-სთან. ხო, აი აქ ეს რო განიხილოთ. ეს არ არის კოსინუს ალფა, იგივე. AD შეფარდებული AB-სთან. AD AB-სთან, ანუ ამ კუთხის მიმდებარე კათეტი ჰიპოტენუზასთან. აი ეგ არის. ვიპოვეთ ყველაფერი, რაც საძიებელი იყო. ნუ დავასრულეთ ჩვენ მეორე თავი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავია, მე-7, მე-8 და ახლა ვიწყებთ ალბათ გამოცდაზე ყველაზე პოპულარულ თავს, ფართობების თავს, ზოგადად ბევრი ამოცანა მოდის ხოლმე. აქედან და მედია მასაც წარმატებით დავწლებთ. აბა დროებით მე-9 თავში შევხვდებით ერთმანეთს.